ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.7%-ია განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ფაქტმეტრი ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე. 2021 წელს კლიანტთა პროდუქტის ზრდის ტემპმა 10.6% შეადგინა, 2022 წელს 11%, 2023 წელს 7.8%. წინასწარი მონაცემებით 2024 წელს ეკონომიკა დამატებით 9.5%-ით გაიზარდა და შესაბამისად 2021-2023 წლებში საშუალო წლიური ზრდა 9.8%, ხოლო 2021-2024 წლებში 9.7% შეადგინა. მშრალი სტატისტიკური მონაცემების გარდა საინტერესოა მიზეზებიც. 2020 წელს პანდემიის დროს გამოცხადებული COVID რეგულაციების შედეგად ეკონომიკა მკვეთრად 6.3%-ით შემცირდა. 2021 წლის ზრდის უმთავრესი მიზეზი კი ბიზნეს სუბიექტებისთვის საქმიანობის განახლების უფლების მიცემა გახდა. საგულისხმოა, რომ იმავე მიზეზით საქართველოს მსგავსად მსოფლიოს უმეტეს სახელმწიფოებშიც 2020 წელს დიდი ვარდნა და 2021 წელს მაღალი ზრდა დაფიქსირდა. რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა გახუთმაგდა და $2 მილიარდ გადააჭარბა. 2023-2024 წლებში რუსეთიდან გზავნილების შემცირდა, თუმცა ასევე 5-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა თლიანი ავტოექსპორტი. ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავი შუა აზიის ქვეყნებში აღმოჩნდა, მხოლოდ ყაზახეთში 2024 წელს 2021 წელთან შედარებით ავტოექსპორტი 3100%-ით და ყირგიზეთში 6600%-ით გაიზარდა. დამატებითი განმარტების გარეშე მხოლოდ რიცხვების დასახელებით იქნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების შედეგია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებით მეტწილად სიმართლე, ასე აფასებს ირაკლი კობახიძის განცხადებას ფაქტმეტრი, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.